ჩვენ პოდკასტში ცოტნე გოჩოლეიშვილის ჩამონაცვლებელი გიორგი კარტას. ბატონს. მოდი სანამ გახსნილია გიორგი. ბაცუცი მე დავჭი. ბაცუცი არის ეს. სოჟოს მანუს არ მოწონს, მანუს რო ეძახე მანიუარი. არა, შენი დაწერილია ეს. ცნობ. არა. მაყურებელს მიმართა მომიყვანეს აქ და რაც არ მithქვამს უტრირება ხდება. კაციშვილმა არის როგორ დამონტაჟდება და როგორ დაიდება და ძალიან გთხოვთ კომენტარებშიო თანადგომა მაგზნობიოთ. კაი, ბაცუცი, კაი. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Smart Podcast-ს. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და უნდა შეგახსენოთ რომ გამოიწერეთ, რა თქმა უნდა, ჩვენი არხი, დაგვიწერეთ კომენტარებში. კომენტარები დაგვიწერეთ უბრალოდ და ყველაფერს ვკითხულობთ და ყველაფერს გავითვალისწინებთ. თორნიკე როგორ ხარ? კარგად და კატას ვცდილობ რომ გავაჩერო, იმიტომ ძალიან აქტიური კატაა და რატომ მოვიყვანე ახლა ჩემი კატა. მოდი, ბარემ დავიწყოთ, იმიტომ რომ არ ჩერდება. კაი, ბაცუცი, მე ჟელეს გაჭმე. კაი, ცოტა ხანი. მოკლედ, მე მინდა რომ მაყურებელმა გაიცნოს, ეს არის ბაცუცი. ბაცუცი ცხოვრებაზე. რომლის სახელიც კაი, შევ დაწიკი. ხო და მოკლედ, ესეთი ამბავი მოხდა რა. როგორც იცით, უკვე ვთქვი აქამდეც, რომ ჩუპუსის სცენარისტი ვიყავით, მე და კაკია და გიორგი კალატოზის პერსონაჟს და თაკოს აზინას პერსონაჟს, ესენი იყვნენ შეყვარებული წყვილები. ჭირდებოდათ, ხო, წვილი. ჭირდებოდათ რაღაც სასიყვარულო მოფერებითი სახელი. და ნუ ეს ჩემი კატისთვის უნდა მეყიდა ჟელე, ეს უთხარი კაკიას და ერთად მოგვაფიქრდა რომ მოდი ბაცუცი იყოს ეს სასიყვარულო სახელი რა, რომ აი ბაცუცი როგორ ხარ და ეს იყოს მოფერებითი სახელი. არის ძალიან სასიყვარულო სახელი. კი, არის. შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს ძალიან აიტაცა ხალხმა. ძალიან ვაირალ გახდა და გიორგი ძალიან ხშირად ეძახდნენ ბაცუცის, რაც ძალიან არ მოწონდა. კაი. ხო, რა მოწონდა? არ მოწონდა, მაგრამ არა უშავს, კაი. არა, კონტრაქტში არ ეწერა ეგ. ხო, კონტრაქტში არ ეწერა, რომ ბაცუცის კიდე დაუსახებდნენ სერიალის დამთავრების შემდეგ. რაღაც პუნქტი და ფული არ დამატებულა. ხო და მოკლედ მე მინდა ხალხს მივმართო, რომ არასდროს არ დაუძახოთ გიორგის ბაცუცი, იმიტომ რომ ბაცუცი არის ეს. გიორგი გამარჯობა. გიორგი როგორ ხარ? მადლობა რომ მოხვედი დღეს ჩვენთან სტუდიაში. კარგად ვარ. მადლობა პირიქით რომ დამიძახეთ, გაგახსენდით. ცოტა ადრენა მოვსულიყავი, მაგრამ აი რაღაც საქმეები. გადარბენები. აი ვერ მოვიცალე რა და ჩვენ გვახსოვს, როცა გიორგი მიგვიწვია გასაცხლებულ შოუში. ხო, სხვათა შორის ამასინაც ჩემ ხვდა იკვიდავა რა უყურე და საკმაოდ კარგი გამოხმაურება და ბევრი ნახვა ქონდა. ეს იყო დაახლოებით 2 წლის წინ, თუ არ ვცდები. ვაი. წავიდა ბაცუცი. წავიდა. ხო და ის ბაცუცი მე დავჭი ახლა. ჩემი აქტივი უფრო რო თქვენ იყავით ჩემთან სტუმრად. ჩვენც რა თქმა უნდა ესე დაგპატიჟეთ გადაცემაში. ჩვენი ამბავი რო დავიწყეთ მაშინვე, სადღაც მე-15 გადაცემაში. თორნიკე, მე მგონი არასწორად ვაკეთებთ რა, იმიტომ რომ უკვე საუბარი დავიწყეთ. და არ შემოსულა. მაშინ როცა გიორგი აქ არ არის, ხო? გიორგი აქ ხარ შენ? ბაცუცია აქ. არა, რატო არ ხარ იცი? ახლა ჩვენი გადაცემა ვიცი რომ ნანახი გაქვს და დასაწყისში ნუ გამოცხადებებია და სანამ არ გამოგაცხადებთ, თქვენ შემოხო. ძალიან გზელი გამოცხადება იქნება და არწმუნებული. არა, უცებ შემოხო. კაი, მიდი გადაიწყე. დღეს ჩვენი სტუმარია ქართული YouTube-ის დუტა გიორგი კალატოზი. კაი, მეორე ვერსია, დღეს ჩვენთან სტუმრად თავისინებით მოვიდა გიორგი კალატოზი. მესამე ვერსია? ჩვენ პოდკასტში ცოტნე გოჩოლეიშვილის ჩამონაცვლებელი გიორგი კალატოზი. კაი, სამ ვერსიიდან ერთი უნდა ამორჩიო და შემოხვიდე. ცოტნე გოჩოლეიშვილის ჩამონაცვლებელი არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ როგორც წესი პირველად გავიგე ჩემზე რომ ცოტნე გოჩოლეიშვილი ჩავანაცვლე. პირიქით ყოფილა. მე ვერ მედვარ და ცოტას გამოვუშვებ ან რაღაცა და აი ხა პირიქით მე სიამოვნებო ცოტნეც ჩავანაცვლე. ხო, ანუ ეგავარჩიოთ, ხო? ავარჩიეთ ეგ. კი. და შეგვიძლია რომ კარგი, მაშინ დღევანდელ პოდკასტში ცოტნე გოჩოლეიშვილის ჩაანაცვლებს გიორგი კალატოზი. გიორგი როგორ ხარ? ცოტნე როგორ ხარ? არა მიშავს რა ვიღა. კარგად ვარ. პოდკასტი არის ჩემი სივრცე რა. გიყვარს. ერთ-ერთი პირველი პოდკასტი YouTube-ზე მქონდა მე ნიასთან ერთად 2018 წელს და კომფორტულად გზნობ თავს კარგ ხალხთან ერთად და მიხარია რომ მოვედი. ჩვენ ძალიან გვიხარია, უყურებთ ხოლმე შენ პოდკასტებს, ფუ პოდკასტ ამჯერად ფუ პოდკასტი და ორშაბათობაა, ხო? კი. და მაგიტომაც წეგან ახლა დუტაზე იმიტომ თქვა რომ მართლა ძალიან ბევრი გახარ ეს ცუდი კი არ არის, კარგია რა და დიდი ჰაიპი გიკავია YouTube-ზე და ერთ-ერთი მთავარი YouTuber-ად ითვლები საქართველოში, ხო ისეა? ნუ რო არ ითვლებოდე. საკუთარ თავზე არ უნდა თქოს, ხვები თუ ამბობენ, შეგიძლია. ხო და რავი, ეგრე გამოდის, რო არ ითვლებოდე, მაშინ არ იქნებოდა, ხო? კი, ეგრე. აი, რა ჩენელიც არ უნდა ჩართო, ყველგან შეიძლება გაიჭიროს. შენო სმარტულები ჩართო და უცებ. კი. გიორგი კალატოზი. არის მაგის შანსი.
თუ ეს ეპიზოდი ისეთი არ წავიდა, რომ არ დადოთ მე ანუ. არა, რა წავიდა. არ ვიცი, ყველაფერი ხდება თორნიკე ხა. კი ბატონო, მაშინ ეგრე წავიყვანოთ და ფეხბურთზე ვისაუბროთ. ხო და სპონსორები რო გამოვხსნა. ჩვენი სპონსორი კომპანია არ გაინტერესებს? რა თქმა უნდა. ქემაინც არია? არა. არაფერი გეტყობა სპონსორის, მაგრამ სხვადასხვა ძალიან ნაჯახი კითხვები სხვადასხვა მე ვატყობ რომ ძალიან საინტერესოდ იწყება დღევანდელი პოდკასტი. დავაი, ნიკუშ, სპონსორები. სპონსორები. Doorhouse-ი, კარის სახლი, ძალიან მაგარი კომპანია, ასევე ლინკები გვექნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ და სხვადასხვა მართლა გადადიან და მართლა ნახულობთ ხალხი, იმიტომ რომ კომენტარებსაც წერენ. აი ხა მაგალითად Tesla-ზე იყო ეგ მაგალითი რა, Tesla-ზე რო ვთქვით და მე მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა რომ ჩვენი სპონსორია Tesla, შეიძინეთ ამერიკული ელექტრომანქანები მართეთ მომავალი. დავიწყოთ ხო? კარგი, მე ეხლა მაგ პირველი შეკითხვა რა. ანუ როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ და როგორ უნდა ვიყოთ წარმოდგენილი შენს წინაშე, რომ გვეტყობოდეს რომ სპონსორები გყავთ. რა ფუფუნი გჭირდება მაგისტრის? გამოყურებაზე არა, რაღაცა ის ნიუთიან რაღაცა დეკორაციის და ამონათებებზე არ მეგონა ამონათებებზე თუ იქნებოდა ამდენი სპონსორი. მე მგონი თვალში მეცემოდა. არა, რაზი არის ის სპონსორი? გადაცემის ბოლოს მიხვდები. გადაცემის ბოლოს მიხვდები, რაც აქვს თავარი მუღამი ჩვენ სპონსორს. ოკეი, კი ბატონო. ისე შენ რატო ვერ გადააქციე შენი გამომწერები და ეს ზოგადად ეს ჰაიპი ბიზნესში? მე მიყვარს ძალიან ვიდეოების გადაღება და პროდაქშენში მუშაობა თვითონ. ხო. და მე ვიცი რომ ბიზნესი რო დავიწყო, მე ჩამივარდება რაღაც ვიდეოები, ვერ დაუთმობ იმ ხელა დროს და მაგრამ Hungry-ს არ უვარდება ვიდეოები. ხო, მაგრამ ბიზნესში ჩაუვარდა. ბიზნესში ჩაუვარდა? ადუმც. მართლა არ ვიცი ახლა. დახურეს, საშაურმები დახურეს, მაგრამ ჩიპსები არ გქონდა. ძალიან დიდი მადლობა რომ ადევნებ თვალს YouTube-ს. შაურმებს არ ვადევნებ თვალყურს. ხო და შაურმების და გახსნეს და მე მოსქნეს რა ქვია რა და რატის მაგალითად ხო რატის ბარი. რაც რატის ბარი ამუშავდა და ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესია YouTube-ზე მისმა აქტიურობამ დაიკლო, იმიტომ რომ საქმეა ის და ძალიან ბევრი დრო ჭირდება და მე არ მინდა ჯერჯერობით რომ ბიზნესს გადავაყოლო YouTube-ი. თუ მოახერხებ ისე რომ ორივე ერთად გავაკეთო. არა ხო, მაგრამ მან ხო ორი რაღაც არის. ერთი ის რომ შენი გაისწორო იდეაში რაც გევასება ის აკეთო და მეორე რომ ფული იშოვო. ხო არის მანდ ორი რაღაცა. მაგრამ ხანდახან ისე ხდება რომ შენ რაც გიყვარს და აკეთებ იმდენ ფულს ვერ შოულობ ისე რომ შენთვის ხარ კარგად რა. მაგრამ არის შანსი რომ ცოტა მოაკლო იმას, ისეთი რაღაცა დონე დატოვო, აღარ განავითარო, მაგრამ სტაბილური იყოს და თან ფულიც იშოვო შენი ბიზნესით. ფიქრობ მაგაზე. კი ხო? არა, მიტომ მიკვირს რა, რატომ მიკვირს? იცი რომ მართლა წეგანას ვახსენეთ, ეგრე არის, რომ ძალიან დიდ ჰაიპში ხარ და ყველა მაგას იყენებს თავისი ბიზნესის დასარეკლამებლად. ხო და აი ეგ მიკვირს რა, ბუნებრივად. ხო, მაგრამ თვითონ YouTube არხს რო შევხედოთ, ჩემსას ახლა ამ წუთისთვის ძალიან ბევრი სპონსორი ყავს. არა, სპონსორები ყავს, კი. და რავი, ანუ თან პასუხისმგებლობაა ძალიან დიდი რა, რაღაც ამბავში კი გართობა და მე რაც მინდა იმას ვიღებ, მაგრამ მაინც როცა ამდენი სპონსორი ყავს, პასუხისმგებლობა იმატებს რა, რომ არ გაუცრო იმედი, თქვათ, სპონსორსაც რაღაცა. კაი, შენი პირველი სპონსორი ვინ იყო? ჩემი პირველი სპონსორი ვიყავი მე საკუთარი თავის, თქვენ რომ დაიწყეთ აქ YouTube-ზე და უკვე კამერები და ისა და სად იყო? არა, მე არ ჩვენ არ გქონდა კამერები. 25 ლარი მქონდა რეპორტაჟზე ხელფასი და 100 ლარი რო შევაგროვე თუ რაღაცა, კამერა ვიყიდე, რაღაც ბანძი. და პირველი YouTube მაგით დავიწყო. YouTube-ი განავითარეს ჩათვალე გარკვეულწილად იმ ადამიანებმა და იმ სპონსორებმა, ვინც თავიდან YouTube-ზე შემოიტანეს რაღაცა ელემენტარული. კი. მაგრამ მე ვფიქრობ მაგ ნაწილში რომ თქვი თუ არა მეც მაგას ვამბობდი იდეაში ალბათ რასაც შენამობ რომ მე ვფიქრობ რომ YouTube-ი განავითარეს რა გარკვეულწილად ბეთებმა. ხო, სასპონსორო ნაწილში. კი. და ეგ იყო ალბათ იმ პერიოდში, როცა სატელევიზიო სივრცეში აიკრძალა ბეთების გამოჩენა. სატელევიზიო სივრცემდეც იყო YouTube-ზე. ბეთები? კი. აი მაგალითად ჩვენ ნახევრად სპორტული პოდკასტი გქონდა იქამდე. მაგრამ ეს ნახევრად სპორტული პოდკასტი მე დაიხურა რაღაც. ოღონდ ისე რომ ხალხმა ვერ გაიგო. შენ და საიჭორო იყავთ, ხო? მე გადავით, იყო ფუ, ეხლა ხო პოდკასტია და ანუ სატელევიზიო რეგულაციებმა გარკვეულწილად გამოიწვია, რა თქმა უნდა, ისიც რომ YouTube-ზე უფრო მეტად გაიზარდა ინტერესი, იმიტომ რომ ხალხს რაღაც პუნჩი თავისი ბრენდის გამოჩენის სხვა ვარიანტი ბევრი არ ქონდა რა, გარე რეკლამა აიგრძალა და ასე შემდეგ. და პირდაპირ აგრესიული რეკლამაც თან ისაც არ არის YouTube-ზე რო ახლა. არა, ხო, მესმის კი, შეფუთულად არის და სხვანაირად გაკეთებული რეკლამა. მაგრამ დიდი ისაა, წვლილი აქვს ძალიან მაგათაც, რომ ქართული YouTube, იმიტომ რომ არ შემოდიან რა, რავი, რატომღაც კომპანიები თავს იკავებენ, ურჩევნიათ უფრო TikTok-ი და Instagram-ი ზოგს და რავი. მაგრამ YouTube-ზე ჩემი აზრით, ჩემაც გეტყვი, აი მაგალითად როცა დაიწყო სერიალების ბუმი რა.
ეს იყო ჩიპუსო და კეთილების ეს პავიქრობა რო წავიდა თავიდან და ორივეს ეს ძალიან დაეხმარა რა. ერთის პოპულარული იყო, მეორეს პოპულარული იყო. მე კავიაზე გადასვლა და რაღაცაზე აღარ ვისაუბრებ, მაგრამ დასაწყისში რა, ჩემი აზრით მაგან იმხელა ბუმ გააკეთა ჩემი აზრით რა. პირველ სეზონს და მეორე სეზონს გეუნები რა, რაც იყო ყველაზე პოპულარული. რომ ბევრი სპონსორი შემოიყვანა YouTube-ზე. ჩემი აზრით. მაგანაც კი. ეგ იმიტომ რომ მე მახსოვს ბოდიში მე მახსოვს რომ აი მაგ სცენარი რო უნდა დამეწერა, ესე დამსხდარ ვარ და რამდენი არის, აი რამდენია, იცი, აი 15, 20, აი ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი. ხო, მაგრამ ეგ პროდუქტს აფუჭებს საბოლოო. არა, ვიცი საბოლოო ჯამში აფუჭებს, მაგრამ იცი რა არის, ზოგადად ახლა პროდაქშენ რო იყოს, ფინანსები გჭირდება. ხო, და საქართველოში სამწუხაროდ გვიწევს აი ესე რაღაცა შეკოწიწება, რომ სერიალში, რომელიც აი ახლა იწერება და აი შემდეგ კვირას უნდა დაიდოს და მოვიდა უცებ სნიკერსი და ამას უნდა რომ გამოაჩინო, შენ გიწევს რომ ახლა ბაცუცი ახლა შენ სნიკერსი და ხო და ხო, კი, ძალიან რთულია. ხარისხზე მოქმედებს ახლა და ძალიან ბევრი რეკლამა. ვირჩევნია ხუმრობა თქვა შენმა პერსონაჟმა ვიდრე დაარეკლამოს რაღაც, რა თქმა უნდა. სცენარისტმა რამდენი იფიქროს თორნიკა, მე ხარ რომ ანუ მე ხა ხას მიყვე, თუ ბურბუშელებს მიყვე, თუ რას ხო და მე უნდა იხუმრო თან ისე რომ უნივერსიტეტი რო იყო, ანუ თან ამდენი ხო არა რომ ლიმონათი შეიძლება იყოს ლუდი და აი პლეისმენტში ჩასვა რომ მაცივარი გამოაო გადაყლურწა ვიღაცა ყველაზე რთული სასპონსორო სივრცე რაც მქონია იყო ის რა ქვია ინოვაციური ის რა ქვია მეც რომელი იყო იცი იმდენად რთული იყო რომ არც ახსოვს ხელოვნური განაყოფიერების თემა იყო და ეგ იყო ყველაზე რთული დასაინტეგრირებლად რა ძალიან რთული იყო კარგი რომ მანდაც ვერ ჩამრთეთ არა შენ სხვათა შორის შენს გამო მოკლედ მე-5 სეზონს რო ვიწყებდით რა ხო რა ქვია ბახმაროში წავედით მე კაკია და პაატა ისინი მეუღლეებთან ერთად რაღაცა წავედით რომ დაგვეწერა მე-5 სეზონის სცენარი რა და მოვიფიქრეთ ეგეთი რაღაც რომ გიორგი უნდა ყოფილიყო ამერიკაში წავიდა იქ რაღაც თემა იყო და დავწერეთ 6 სერია დავწერეთ რა და ძალიან სასაცილო იყო, აი ძალიან სასაცილო იყო, იმას სასაცილო იყო, ვიდრე მე რაც გავაკეთეთ რა. იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა, იქიდან წარმოშობილი იდეა სხვაზე გადავაკეთეთ. თორე პირველი იყო გიორგიზე და მე უკვე წარმოდგენილი მქონდა რომ აი გიორგი როგორ აკეთებდა ამას, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერია მაგაში რა, სამსათან იმ როლში კარგად შედიოდა რა და მე მოხდა რაღაცა ისე რომ ნუ ეღარ გამოვიდა რა ჩვენი თანამშრომლობა და ნუ გიორგი აღარ იყო და სხვა პერსონაჟი გადავაკეთეთ, მაგრამ ვთვლი რომ ის იყო რა ქვია, ძალიან კარგი გამოვიდა, მაგრამ თქვენი თანამშრომლობა რატო ეღარ გამოვიდა? იყო რაღაც პრობლემები. მე YouTube-ზე დარჩენა მინდოდა და ამათ კავიაზე წასვლა და ხო, ვიჩხუბეთ რომ მეთქი არ უღალატოთ YouTube-ს ბიჭებო, არ უღალატოთ და თორნიკა მაგრამ ძალიან ბევრს გვიხდიანო იქო და აი ამ მოგვივიდა ჭხუბია. თორნიკა არის. მე და თორნიკა ვიჩხუბეთ აი პირადად. მე და გიორგის ქონდა ხელჩართული პირადად და აი ხო რაღაცა გააცა. მე სკამზე ვიდექი ეს ხომ აღალია. კიდე მეჩხუბება. არა, იყო რაღაც ის არის ხა რა ქვია, ზოგს უნდა გადავიდე. ხა კავიაზე გადასვლაც შეიძლება. ხა მე გუნდის სახელით ვერ ვისაუბრებ. და ვერ ვიტყვი რა. იმიტომ რომ აღარ არსებობს ეს გუნდი, მაგრამ იყო რა, პრობლემა იყო დროის ამბავი, ჩემი აზრით ყველაზე. თქვენ დიდი ხანია არ გინახიათ ერთმანეთი და არ დიდი ხანი არ გინახავს. თვალებით და რაღაცა ისე ეპაიქრებით კი არა, არ ეპაიქრებით, არა, რაც იყო ეგრე იყო რა. არ ყოფილა მე და თორნიკას არ გვიჩხუბია მეგობრებო. არ პირიქით. კარგი ურთიერთობა გქონდა ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ბაცუცი და ანუ ეხლა ძირითადად ოქტოპუსზე ხარ ორიენტირებული? ეხლა ძირითადად ოქტოპუსზე ვარ ორიენტირებული კი, მაგრამ მაინც YouTube-ი ესეთი სივრცეა, რომ მეგობრები რაღაცა მისვლა-მოსვლა და რაღაცები ხშირად გვაქვს ხოლმე რა. მეც რო ვეძახი ვიღაცას სტუმრად, მეც ჭირდება ხოლმე ხო რაღაცა გამხიარულება ჩემი კონტენტის, იმის რომ კოლაბორაციები გავაკეთე ვიღაც დავპატიჟო და მეც ვალდებულად თვლი თავს, რომ მეც მივიდე სტუმრად რა ვიღაცასთან თუნდაც. ხო, რა თქმა უნდა, კოლაბორაცია ხა ორმხრივი არის ხო ხა ვიღაც მოვიდეს და მე და შენ არა, მე აღარ ეგ იყო, არ არის. ხო, არა, არ მოსულო თან რა და არ მოსულა, ანუ არ მოვიდა თუ არა, მოდიან ხოლმე. აი ხა მაფია დაიწყო მაგალითად. მაფიაზე ხა რაც ეს პროექტი არსებობს და თავიდანვე თითქმის სულ თამაშობდი და მაყურებელსაც რაღაცა მოწონს. ისე კარგი მოთამაშე ხარ შენი აზრით? კი, რავი, ადეკვატურად ვთამაშობ. ხო, ეს არის სხვა შორის დაგვირეკეს ჩვენს. მე რა გინდათ? ხო დაგვირეკეს, თუ არ დაურეკიათ ჯერ. მაფია რომელი მაფიიდან დაგირეკეს? არა, არ დაურეკეთ. ხო და ხომ მივდივართ იტალიაში. არა, G2G-ს უნდა რომ აი იყოს სივრცე, სადაც იუთუბერები გაერთიანდებიან. რეალურად პირველი Avengers-ები მართლა ეგ იყო რა, მაფია, რომელზეც ბევრი ხალხი გავიცანი, ბევრი იუთუბერი და საკონტაქტების ამბავშიც ძალიან დაგვეხმარა ეგ პროექტი. ხო და ეხლა ჯერჯერობით მევასება ეგ თამაში. აი, ფეხბურთზე გვინდოდა გიორგი ხო? კი ბატონო, კი. რო ვიცოდით რომ მოდიოდი სტუმრად, ძალიან გვინდოდა რომ ფეხბურთზე ვიცით რომ ავდეკით და უყურეთ ფეხბურთს. რამდენი პოდკასტში უარი თქვი სტუმრობაზე ფეხბურთის პოდკასტი იყო და მართლა? მეთქი ჩვენი სპონსორის არხზე ლაივები გვაქვს თამაშების. ხო. ორ შაბათობაში 4 საათი არ ჩერდება და
მე მეთქი კიდე აი ახალი თქმა მიჭირს თქო ცოტა რა ფეხბურთზე რომ აი მე ჩემი თავით მეზიზღება ხოლმე ბიჭო ახლა კი აიფშხა და დუტა და ის მაგრამ ანუ რაღაც ახალი დუტა დაგევასა დუტა როდინდელი ამბავია იცი იმის ჩცდში რო გამოჩდი მაგ დროის იყო YouTube-ის დუტა მაკედან იყო რაღაცა ყველგან ეს არის თუ რაღაცა მართლა ერთ დღე იყო ეგეთი რომ ჩემი გადაცემა მქონდა კაცებში ვიყავი სტუმრად ჩცდიდებოდა და მე თამაში მიმყავდა თუ რაღაცა ანუ რაღაცა 7 საათიდან 2-მდე ვიყავი ქართულ სივრცეში რაღაცა სტანდარტული დღე ხო და ის რას ფიქრობ ეხა ნახე შენ ხო იუმორისტულ კონტენტს აკეთებ YouTube-ზე ხო კი ხო აი მაგაში შეიძლება პირველი ხარ თუ არა YouTube-ზე ანუ რო აკეთებ მაშინ ფიქრობ რომ პირველი უნდა იყო მაგრამ სხვაებიც აკეთებენ რა და კონკურენტად ვის აგიხავ იუმორისტულ იმაში რა მიმართულებით ვინც ეხა ზუსტად მაგ მიმართულებად აკეთებს რა ბიჭო იუმორისტული გადაცემა როგორც ასეთი კონკურენტად არ აღვიქვამ იმიტომ რომ თუ მაინდა-მაინც ჯანსაღს გეუბნები ეხა ის კი არა რატო არა რას ვამბობ იცი თუ მაინც და მაინც თქვათ ერთ დღეს ლაივში არ გავდივართ მე და შენ YouTube-ზე ერთმანეთს კონკურენტები არ ვართ რა. ანუ აი 8 საათზე თუ მე გადაცემა მაგ და შენს 8 საათზე ადექი და გადაცემა დაასვი, ტელევიზიაში რეალურად მაგან გამოიწვია ეგ რომ აბა იმის რეიტინგი ნახე, ამას ამის რეიტინგი ნახე, ხო? კი, მაგრამ თუმცა აი მაყურებელი YouTube-ის მაყურებელი რო უყურებს YouTube გადაცემებს რა, YouTuber-ები ხო თავაზობენ სხვადასხვა გვერდზე მსგავს კონტენტებს. როგორც სამოგზაურო კონტენტი აქვს რამოდენიმე YouTubers, იუმორისტული რამოდენიმეს და მაყურებელი ხო ადარებს მაინც გინდა არ გინდა თავის და უნებურად ერთმანეთს. ანუ ეგ იგულისხმება კონკურენციაში და არა ის რომ თქვა შენ პირადად შეიძლება მეგობრობ და არ განიცდი რომ შენი კონკურენტია, მაგრამ აი ვინ არის იუმორისტულ კონტენტს ვინ ქმნის საქართველოში დღეს შენთან ერთად ოქტოპუსთან ერთად. შეიძლება გადაცემა არ იყოს, მაგრამ აი ხა მაგალითად კაცები ალბათ რავი, ანუ თუნდაც რას გულისხმობდი მითხარი არის? აი მაგალითად Hungry Man-საც აქვს იუმორისტული რაღაცა, ვიღაცას, ანუ ხო ხვდები მაგას Hungry Man-ი არის უფრო entertainment-ი რა, ანუ ჩვენ სცენარული რაღაცები ეხ ბოლოს მაგალითად ძალიან სცენარული გადავიღეთ, არც ნახეთ თუ არა? რომელიც აქვს სიმღერის თემას ამბობ თუ? სიმღერა ბორჯომელი დეტექტივი და რაღაცა, ანუ ეგეთი მიმართულებით არავინ არ მუშაობს YouTube-ზე დიდად რა, რომ აი სცენარული ვიდეოები, მქონია დოკუმენტურები გვაქვს აკეთებული. კი, მახსოვს. ხო, რაღაცებს მაიმუნობთ. ეგეთი მიმართულებით არავინ არ არის. გასოცხლებულის მიმართულებაც ეგეთი სტილის არავინ არ არის. აკლია ზოგადად YouTube-ზე ეგეთი კონტენტი ნაკლებია, მაგრამ ხა იუმორისტული თქვა კაცების კონტენტია, რომელიც უფრო მოპოდკასტოა რა, ანუ უფრო რაღაცა ჩარჩოში, ისევე როგორც თქვა იუმორისტულში გადის ეგრე პოდკასტიც ხო, რომელიც თავის შინაარსით არის გასართობი რა, იუმორისტული არ არის. გასართობია, კი. ხო, გასართობია და იუმორისტული არის რაღაცა კონკრეტულად აი დაწერილი წინასწარ გამზადებული სცენარი. აი ველდანი აკეთებდა ხო ტელეპონტი უფრო იუმორისტული იყო ვიდრე თქვა სხვა გადაცემები და არის რამდენიმე მაგრამ ბევრი არ არის აი ცალსახად რო იტყვი რომ ეს არის იუმორისტული გადაცემა ისე იცი რა არის ეხა მანდ ისეთი ამბავია რომ ძირითადად ეგეთ დასცენარებულ გადაცემებს აკეთებენ ხოლმე ტელევიზიიდან ტელევიზიაში ქონდა კვეთა და მე ეხა მაგალითად ველდანი რო ახსენე ვიცნობთ მაგ ბიჭებს და ტელევიზიაში დიდი გამოცდილება აქვს და მაგიტომაც არის ხო და თქვენ შემთხვევაში რატომ მოხდა ეგ გამოცდილება ხო არ ქონია ტელევიზიაში სცენარის წერის არა ხო და აი რატო არჩეთ ეგსა ვინ მიგვიშვა სად მიყავი მისული და არ არა ანუ ეგრე ყოფილი არ ესე მაგრამ ვინ მიგვიშვა ხო უნდა თქოს ხო არა რაც მე რო ტელევიზიებში მიმუშავია იმეჩიც მუშაობდი აი დილაში სპორტული ის მიმყავდა რა მაგრამ აი სიტუაცია რომ რაღაცა ღია ყოფილიყო ხალხი რაღაცა იდეებისთვის ძალიან ჩაკეტილი პონტი იყო და არა რატო იცი ეხა რაც გმადხო საბოლოო ჯამში ის წყვეტს რომ ეხა მაგალითად ეგ YouTube-ს არ აქვს რა YouTube რაც ტელევიზიას აქვს ის რომ პირობით რაღაც კონკრეტული ადამიანები ყავს ვინც გიყურებს რა ხო ხვდები და მუშაობ იმათზე რა ტელევიზიაში და YouTube-ზე შეიძლება ნებისმიერ მაგ იყუროს ხო ხვდები რა და შესაბამისად ტელევიზიის ეხა შენ რო ტელევიზიას აკეთებდე რა და დირექტორი იყო ან რაღაც გავს ყოველთვის გააწყვეტ რომ ისეთ რაღაცა გააკეთო რაც მასობრივი იქნება ოღონდ გოიმობა არა მასობრივი იქნება და უფრო მეტი ხალხი უყურებს რა ეგ არის მანდის და შესაბამისად შენი ახალი იდეა დასატესტია და მე შემიძლია სამართვას ხო იცი ეხა რა მე პირადად სპორტში იმდენი ხანი მუშაობდი თქვა სილკშიც და იქ ძიმედის დილაში სპორტ რომ მეტის დრო არ მეძინა რა ძალიან მსვლად მახსოვს ეს პერიოდი რომ უძილობა და რის გამო ვიკლავდი თავს არ ვიცი ანუ ცოლი მე ამყავდა და შვილი რომ ერთი შაუმით ნაკლებ შევჭამდი რა რო რამე კალა მე უნდა გკითხო ერთი ეგეთი რაღაცა მოკლედ გაჟღერდა რაღაც ეგეთი ფრაზა რომ YouTube-ზეო ქართულ YouTube-შიო ერთ-ერთიო ყველაზე სიმპათიური მოვაკელი ხო ყველაზე სიმპათიური ტიპიაო კალაო რა ხო
ვინ და როგორ თქვა, არ ვიტყვი მაგას, მაგრამ შენც გეცოდინება, მაგრამ რატო არ იტყვი? ყველა მიცის. ხო და რამდენად ეთანხმები მაგას, ან ვინ არის შენზე უფრო სიმპათიური, შეგიძლია დაასახელო. ესეც არის ადამიანის გადასაწყვეტი, ვინ სიმპათიურება და ვინ არა. არ არსებობს შენ გადაწყვეტე ხო? შენ გადაწყვეტე. შენ გადაწყვეტა ვინ არის ყველა სიმპათიური? შენი აზრი, მახარა, რა თქმა უნდა, მახარა. არა ეს ხუმრობდი ხარ რა თქმა აა, უნდა. სერიოზულ. აი, ავიცი, გვინდა რომ მივიღოთ. ხოლმე ხა ეგრევე რაღაც მარტივი გამოსავალი, მეგობარი, თანაწამყვანი დაასახელა და თავი გამოიძვირინა რა. თორე რას გავს, ხო? არა, მაგას არ ვიცი. ყველას თავისებური თავი სილამაზეა. გამოიძვირინა ხა ხო მაგით რა. ყველა ადამიანი თავისებურად ლამაზია. ანუ არა თქმა უნდა. არა, რა ვიხო, არ მიფიქრია სიმპათია. ბიჭებს არ ფიქრობ ხოლმე. ანუ არ არსებობენ შენზე სიმპათიური იუთუბერები საქართველოში. მე ხომ ეს არის მაბრალებს, ეს არის შეთითხმელი პროვოკაცია, მაყურებელს მიმართა, მომიყვანეს აქ და რაც არ მithქვამს, უტრირება ხდება. კაცი შულმარს როგორ დამონტაჟდება და როგორ დაიდება და ძალიან გთხოვთ კომენტარებშიო თანადგომა მაგზნობინოთ. მომზადება. აუ ეხა ეს ჩავარდება ოქტოპუსის იმაში და გადაგვივლია. არა კაცო, არა. ეს არა, მარტო სერიოზულად. რა ვინ არის სიმპათიური ტიპები, ვინ არიან? შენზე სიმპათიური ქართველი იუთუბერი. რავი, 120 კილო ვარ, მე ჩემზე სიმპათიური თუ აღარ არის, არავინ სულად ყოფილა საქმე. ანუ შეიძლება რომ იყვნენ. რა თქმა უნდა. ხო. კაი, მაგრამ მაშინ მისთვის როგორ რა? ნახე, მაშინ გაგიმარტივებ. ნახე, მე გეტყვი ქართველ გოგო ინფლუენსერებს და შემდგომ აირჩიო რა. ის თუ ის რა. დავიწყებ. მანუ მურღულია თუ ლიკუნა პაპავა? რა კითხვაა? მანუ მურღულია რა თქმა უნდა. აი, მანუ მურღულია თუ თაკო საზინა? მანუ მურღულია. მანუ მურღულია თუ ნინუცა ორჯონიკიძე? მანუ მურღულია. მანუ მურღულია თუ ნუკი კოშკელიშვილი? სოჟოს მანუს არ მოწონს, მანუს რო ეძახე, მანიუ არის. მანიუ. გავასწოროთ ძალიან გთხოვ. კაი. შენიშნას მოგცემს. კაი, შენიშნას მოგცემს. მანიუ. მანიუ რა თქმა უნდა. მურღულია თუ ნუკი კოშკელიშვილი? მანიუ, მანიუ სულ მე უნდა შემოგეყვანათ. კაი. მანუ მურღულია თუ რუსკა მაყაშვილი? მანიუ. მანუ მურღულია თუ ანანო სახელაშვილი? მანიუ. მანუ მურღულია თუ ანა ლოლაძე? მანიუ. მანუ მურღულია თუ თამო ვაშალომიძე? მანიუ. მანუ მურღულია თუ ნანკა გვარი? მანიუ. მე ავიღარი რა. მოკლედ, მანუ მოიგო. YouTube-ზე არა ესეთი სიტუაცია რა. მანუ მურღული ამბობს რომ ყველაზე სიმპათიური არის. ხო, და და გიორგი კალატოზი ამბობს რომ ყველაზე ლამაზი არის მანუ მურღულია. მანიუ. ხო. კაი, გავაგრძელოთ ახლა ეს. ანუ წეგა რა ხდება? რა ხდება კალა? რაზე? აი ზოგადად რა ვიცი, აი. რა მშვიდობა, სოლიდარობა, კეთილდღეობა და ასე შემდეგ. რა გაინტერესებს შენ? არაფერი მოგერიდოთ ბიჭო. არაფერი არ მაინტერესებს. მე ღიად ვარ. არაფერი, ანუ მანუ ყველაზე ლამაზიაო ხო და ის ამბობს რომ ყველაზე სიმპათიურიაო და. კი. მანუ გავიცანი მაფიის აი სხვა მაფიაზე რო ლაპარაკობდით, მაფია ვითამაშეთ თავიდან. კაი, მაშინ შენზე რო თქვა რომ ყველაზე სიმპათიურიაო, მიწერე თუ არა? რო ეს შემზე თქვიო? ეს შემზე თქვიო? რა მიწერე? უეჭველი მიწერდი. ხო, ეგ არ მივწერე. ა ყველაფერი მკითხეთ თორე კი არ კითხავთ, ეგეთ პირად შეკითხოს არ კითხავთ. ანუ იქამდე თქვენია მიმოწერა კაცო, ანუ არა, მაგის- ეგ არისო, ისა მას ეგ მაგის მერე რა მიწერე? კაი, ანუ გამეცინა მეთქი რა თქმა რო არ გინდოდა მეთქი თან თქო და თან რო მაინც თქვი. შენი აზრით, არ ახლა. უნდა თქმა ადამიანს ძალით თქმევინა ყვითელი პრესის წარმომადგენელმა ვახო ბოლოთაშვილმა და ანუ არ უნდა და არ მოეშვა. ვახო ერიზავდა მაგას. კაი, ეხა ნახე. ეს გადაცემა რო გავა? შენ აზრით მანიუ მოგწერს რომ ჩემზე თქვიო? ხო, რავი, რატო არა. მეგობრობთ და კი ბატონო. კარგი, კაი. მაშინ ახლა მე მინდა ესეთი რაღაცა გავაკეთო. მე მაინტერესებს ბავშვობაში თუ უყურებდი ყველაზე ჭკვიანს. უყურებდი კი. და იმედ გაცხრებული სახით მიყურებდი მშობლები. მე რა უყურებდი, რომ ვერაფერს ვერ ვიცნობდი. თემა სპორტი წავიდა. რომელ სპორტში ქვია მოძრაობას ალეოპ? მაშინ გიორგი ესე დამიწერე. გიორგი. ალეოპი ყავალბურთია. რომელ ქვეყანას არ გამოუტოვებია არც ერთი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში? ბრაზილია. რომელი ათლეტის სიტყვები? ანუ ეს აინც მაგრამ არც ერთხელ. რომელი ათლეტის სიტყვებია იმოძრავე როგორც პეპელამ და იმუშავე როგორც ფუტკარმა? მუჰამედ ალი, იგივე კასიუს კლე. ალი ხო. ერთადერთი საფეხბურთო კლუბი რომელსაც პრემიერ ლიგის სეზონში თამაში არ წაუგია? არსენალი. სწორია. რომელ გუნდს წარმოადგენენ მაქს ვერსტაპენი ფორმულა 1-ზე? რომელ გუნდს წარმოადგენს მაქს ვერსტაპენი? Red Bull. ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების ზედმეტსახელი რა არის? All Blacks-ი? სწორია. პირველ აფრიკელი ფეხბურთელი ვინც ოქროს ბურთი მოიგო? ვეა. სწორია. რამდენი მოთამაშე თამაშობს სტანდარტულ ხელბურთს?
სტანდარტულს. სტანდარტულ ხელბურთს ამაში 6 რა ვიცი. არასტანდარტულს? არასტანდარტულს არ ვიცი. რამდენიც გინდა? არასტანდარტულია. რა ქვია ველოსიპედის ჩემპიონატს საფრანგეთში? Tour de France-ი? სწორია. პინგ-პონგის ოფიციალური სახელი. მაგიდის ჩოგბურთი. რა ხდება სუმოში, როცა ორივე სუმოისტი ერთდროულად ეცემა? მიწისძვრა. თავიდან იწყება. რომელ წელს მიიღო პირველად საქართველოს როგორც დამოუკიდებლო ქვეყანამ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა? 1996 წელს ატლანტა ოლიმპიკს. რომელ ოლიმპიურ სპორტში შეუძლია ქალთა კაცს ერთდროულად მონაწილეობა? ოლიმპიურში ჩოგბურთი? საცხენოსნო სპორტი. ცხენის ფეხებზე კიდია, კაცი ხარ თუ ქალი? კალათბურთში თუ შენ საკუთარ ფარში ჩააგდებ რა მოხდება? ჩააგდებ და ქულა დაეწერა მეტოქის. სწორია. ჰოკეიში ჰეტრიკის შეცვლების შემდეგ რა ტრადიციას ასრულებს მაყურებელი? ჰოკეის. კეპებს ისვრიან ყინულზე. ოკეი. სწორია, ბევრი რამდენი პასუხი პასუხი ხონდა. ქონდა? უმეტესობა. დაგვიწერეთ კომენტარებში. აი სონი რატო თქვი მუჰამედ ალიზე მე მაგაზომე შევდები. ახლოს იყავი, ანუ იმაში იყავი. მე მგონი ნელ-ნელა გიორგიც გაიხსნა ამას. გავხსენე. მოეხსნა პირველად არის თამაში რომ გავამხნევ. ამ სპორტულმა კითხვებმა გამხსნა ძალიან. ნელ-ნელა თან გაიხსნა. არ გინდა. არა. გოგოებზე გაიხსნა. ჯერ. მე გაიხსნა. გოგოებში მას ძალიან გახსნილია გიორგი რო იცოდეთ. ხო და მოდი სანამ გახსნილია გიორგი. გახსნელი გაქვს ჩემო კარგო. სანამ გახსნილი გაქვს ჩემო კარგო. არა. მოკლედ მთელი პოდკასტია კარგ ხასიათზეა კალა, რაც ჩვენ ძალიან გიხარია, მაგრამ ეხლა დაჯახი კითხვა და დავასევდიანოთ, კი არა და გავასერიოზულოთ რა. ხა ნახოთ. კონტი უნდა კითხვები გავასერიოზულოთ. რომლებიც გამოგვიგზავნეს ჩვენმა გამომწერებმა, ჩვენმა საბსკრაიბერებმა, ან შეიძლება ჩვენი დაწერილიც კი არა. არ ვიცი. მოთავსებულია ჟოზე სარამაგოს კაენში და ეს არანაირ კავშირში არ არის შენ და შენ ძმასთან. ოქტოპუსის შემოსავლის რამდენი პროცენტია შენი? რატომ უნდა გითხრათ? ოქტოპუსის შემოსავლის 100% არის ჩემი. და მე შენ და მე ძალიან ის ვარ, რა ქვია. რა ქვია მაგას? სულგრძელი და ხელგაშლილი ადამიანი და მე დაანჩენს ხა ლუკასაც რაღაცას მიუგდებ იქ. და ბიჭებს არ დაგვიჩაგროით. სოტნეს ანუ სასმელზე მყავს. 100% შენი არის ოქტოპუსი არხით და ასაკო ეს იდეა არის, მარტო მე ვარ მანდ ყველაფერი, ანუ არავინ არ დაიჯეროთ რომ წარმოადგენს რომ სხვა ადამიანი. ხო. და დაანჩენი ხა როგორ ხასიათზე ვარ გააჩნია პროცენტებს, მაგრამ ამ თვეში შეიძლება ვიღაცას ცოტა ზედმეტი მივცე რომ კაი, ანუ. ანუ დიქტატორი ხარ ოქტოპუსის. ნუ ეხლა ვერ დავარქმევდი ესე, მაგრამ გარკვეულწილად რა. კი ბატონო. კარგად და დიქტატურაზე რას ფიქრობ? ზოგადად დიქტატურა კარგია. იმიტომ რომ ცოტნეს მაგალითად ჭირდება რომ ცოტა ეს გაუკეთო რა. რო არ გაგექცეს სადავე. მაგალითად ცოტა ზედმეტს დალევ და მართალია მე დღეს მისი ჩამნაცვლებელი ვარ, მაგრამ ისე ისე რა არ მოვიდა. ცოტნე? მოდიოდა, მაგრამ სმას შეყვა შეყვა. და კი ბატონო. კარგ გასაგებია რომ მაგ პირად ინფორმაციებს არ ავრცელებ. გადავიდეთ შემდეგ. რაში დამდეთ ეხლა ბრალი? მე გითხრე თუ ანუ პირიქით 100%-ია შენ და მე შენანაც. რა თქმა უნდა. და ეს ყოველთვის ერთ და იგივეა თუ ვანაწილებ თანაბრად. თანაბრად. ოქტოპუსზე ნაწილდება შემოსავალი თანაბრად. სხვებთან და შენიღებ ეგ აინტერესებდა ჩვენ გამომწერს. ხო, აი ორშაბათობაში სიტყვაზე. ორშაბათობის სამი კაცი ვართ აქეთ, იქით ეს. ხო, კი ბატონო. და ასევე ოქტოპუსსაც რჩება თვითონ. ცალკე როგორც production. Productions, იმიტომ რაღაცები შევიძინოთ. ძალიან კარგი. ეს თანაბრად ნაწილდება. კაი, აბა შემდეგ კითხვა ნახოთ. მაგრამ ესე ჩემ აქვე ვაფიქსირებ, რომ 100%. ხო. თუ როგორ ნაჯახი იყო რა? ლუკასან ცოტნესა გუნდიშასა რამე უნდათ, მოვიდნენ და ისაუბრონ თქვა თავის წილებზე უკვე. მე რა მეგონა. მე არ შევდივარ ამ. მე რა მეგონა იცი, აქ ციგნებში, სპეციალურად არის ციგნებში ერჩეული, სადაც ჩაიდება. ხო. და მე მეგონა რომ კაენი რო ეწერა ამას და რაღაცა კომენტარს გავაკეთებდი ძმაზე? ხო. ხო, გავაკეთე. სხვა დიდი კომპანია რომ გასპონსორებდეს ბეთებს მაინც დაარეკლამებდი? მე მაგალითად პრობლემა არ მაქვს ბეთინგის კონკრეტულად რეკლამასთან დაკავშირებით. რა კუთხითაც ჩვენ გვარეკლამებენ ასე ვთქვათ და ჩვენც მე ჩვენთან არის შემოსული სპორტული პორტალით, რომელსაც ახლა ბარსელონა ჩამოყავს, შენი საყვარელი მაგალითად. ვიცი, კი ახლა ხსნიან რაღაც ბასტოს არის ჩართული თუ რაღაც 29-ში. ხო, როგორც კრისტიანო რონალდოს ეწერა ბეთენდვინ და მე გულშემატკივრობდი, ეგრე გონია რომ მეც თუ მეწერება თქვა უკან და იქნება, ანუ არ არის სტყვილს არ ვიძახით, რომ თქვა სიტყვაზე მოდი ჩარიცხე, ან თქვა
როგორ რაღაცას იცი ან რაღაცას ვატყუებთ მაყურებელს რა ანუ თავისუფალი არა სამყაროა არაფერს არ ატყუებთ პირდაპირ ეუბნებით რომ ეს გასპონსორებს ხო ბეთი იცი სხვებს აქვს პრობლემა სხვა დიდი კომპანია რომ შემოვიდეს ვინმე იმას თვითონ აქვს პრობლემა რომ არ უნდა შეიძლება ასოცირებული იყოს მე არანაირი პრობლემა არ მაქვს სიმართლე გითხრა რა თუ გამოვალ ოდესმე და ვიტყვი რომ ეხა ამაზე დადე თუ ეჭველი და ის გაყიდეთ და ეს რა თქმა უნდა არის პრობლემა მაგრამ თუ წარმდგენის ჭრილში იქნება სპორტი მაგის გარეშე არის წარმოუდგენელი ხო ამ ქვეყანაში ეროვნულ ჩემპიონატს ასპონსორებს თქვა. კი ბატონო, კრისტალ ბეთი, სტადიონები გვაქვს ხო, ანუ რაღაცა აჭარა ბეთა არენა არის ისა და ეგეთი სპონსორშიპი არ მგონია მტკივნეული რა. ანუ შენ ფიქრობ რომ მაგას გავლენა არ აქვს იმ ადამიანებზე, ვინც შეიძლება ლუდომანიით დაავადდეს. გავლენა შეიძლება ქონდეს ნებისმიერ რამეს. ხო, რა თქმა უნდა, კი, მაგრამ შენ არ ფიქრობ ეგრე რომ ეს არის გამომწვევი მაგის. აი შეიძლება უფრო დიდი გავლენა ქონდეს როგორ რაღაცის წინ მე ხა ბილეთი მოვიგეთ, შენ ძმა მე და შენ რაღაცა წავედით საღამოს შევიგებთ ლუდსონთ და მე გეუბნები რომ აი 100 ლარი დავდე და მოვიგე 67000. ამან შენ შეიძლება დაგათრიგეროს ძალიან მაგრად. აი ძალიან მაგრად და აი მოიცა ამან თუ მოიგო მეც უნდა მოვიგო, მაგრამ ესეთ ისტორია არა, მაგრამ შენ ხო მაგაში ფულს იღებ. რაში? რო ეგ დაასპონსორო. ხო, არა. ანუ ხო ხტები რა დაასპონსორო დაარეკლამო. ხო, ხტები რა. ფორმა უნდა ყველაფერს რა. მესმის კი ბატონო, რასაც ამბობ. საფეხბურთო ჭრილში, სპორტულ ჭრილში გემბლინგ კომპანიები არ უწევენ პოპულარიზაციას თავის თავს. ანუ რასაც გულისხმობს ეს. რომ ჩარიცხე ითამაშე და რაღაც არა, ეგეთ რამეს არ გაუწევენ, იმიტომ რომ ხო, არის გარი პირდაპირ ხო. არა, ჩემი რა, ანუ იმას. მაგრამ ყავს YouTube-ზე ხა ადამიანები, ვინც პირდაპირ სლოტებს სტრიმავენ, ხო ესე არის სლოტები და ხო. არც მაგის პრობლემა არ მაქვს. არა, მე თვითონ არ გავსტრიმავ, იმიტომ რომ არ მაინტერესებს ეგ სფერო. არა, მე არავის არ ვეხებ უბრალოდ ვამბობ, რომ ეგეთ პირდაპირ ხო არის, ხო? არიან, კი ბატონო, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ მე მგონი რომ მაგრამ შენთან არ გასტრიმავ. არა, მე არ მევასება. ანუ მე თვითონ არ წყურება არ მევასება, არ თამაში არ მევასება, არაფერი არ მევასება. ხო, გასაგებია. რაღაც მხრივ ხო არის პროპაგანდა შეიძლება იყოს, მაგრამ არა, მეორე კუთხით შეიძლება შეხედო ვიღაცას, მე გამიგია ეგეთია რაღაც, რომ აი ლომკა თამაშის ვისაც აქვს, შეიძლება უყუროს და მაგით იკაიფოს, რომ თვითონ არ თამაშობს. აი ეგეთი რაღაცას გამიგია. არა, ეგეც არის ხო, მაგრამ ეხა ეგრო გამოსაჯამთებლად არაა ადამიანებს ხო ყველა ვიცით. ხო. აი გამოჯამდები ჩვენთან ერთად. მიზნობრივად რას ემსახურება, ხო, რომ მეტი ხო, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეგ არის. მე თუ მინდა თავის კუთხით, თავის მხრივ, მე თუ მინდა ეხა უნდა შემეძლოს ადგომა და თამაში. ანუ მე თუ მინდა. ანუ არ უნდა მიშლიდეს რა, არავინ რა, იმიტომ რომ რავი, ერთხელ ვიბადებით ეგეთი წარმოდგენა მაქვს სამყაროზე და რაღაცები ხელმისაწვდომი უნდა იყოს. უბრალოდ მე ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს რა, რამდენად გადავყვები ამ თემას და რატომღაც ისია რომ ბრალდება ხოლმე მეორე მხარეს ყოველთვის და არა იმ მხარეს რომ არა, არ ჩვენ აგდებთ ბრალს, უბრალოდ ჩვენი აზრი გვაინტერესებს. არა, შენ ჩვენ არ იმას ხო? არა, შენ ბრალს არ დაბა. არა, სიმართლეები და მაგით გითხარით. არა და მე მაქსიმალურად ვეცადე რომ კალა გამემღიარულებინა, მაგრამ არა, ანუ ისეთ პოზიციიდან ლაპარაკობთ, თითქოს ჩვენ ბრალს ვდებით. არ გდებთ, უბრალოდ ხალხმა უნდა რომ გაიგოს. შენი აზრი თორე, მე ხო ჩემი აზრი მაქვს. ანუ კი ბატონო, გასაგებია. შემდეგ შეკითხე. ეს ხო იყო ცოტა მონაჯახო. კი ბატონო, მე პრობლემა არ მაქვს. რომ არა ჩეპოსას პოპულარული იქნებოდა. ეხა ეს რომელმა შენი ხელია, ხო? შენი დაწერილია ეს. ცნობ. არა, შეხედე, ნახე რა ხდება. მე გეტყვი რა. ეგ კითხვები არსებობს ხალხში და მე გადმოვიტანე. ვინ ხალხში არსებობს? ჩვენ subscriber-ები. კი. 3000 კაცი მაგას წერს. 3000. რომ არა ჩეპოსას რას ფიქრობ მართლა? ანუ ხო მოგიტანა რაღაც დონის პოპულარობა, მაგრამ მაგის გამო შეიძლება არ იყოს. შენი აზრი როგორია, თორე ხო? გეტყვი ზუსტად. ესეთ პოპულარული იქნებოდი ძალიან პატარა ბავშვებში. ხო, რაღაც ხალხში ძალიან პატარა ბავშვები, ისეთ პატარა ბავშვებთან მაგადაღებული ფოტო, რომ რატო უყურებდა ჩეპოსას არ ვიცი ეგ. ხო, მაგრამ უყურებდა. მაგასაკის არ იყო, ის ის რა ქვია ხა, ზირთად ვიხრები ხოლმე გადაღების დროს, რომ და ოქტოპუსის გამომწერები რა საკია? ოქტოპუსის გამომწერები ახლა ამ წუთისთვის ყველაზე მეტი გვყავს 25-დან 34-მდე. 25-დან 14-მდე. კი, ჩვენთანაც ეგრე არის. მე რაც ვაკეთები, ყველა მაგას იძახის თან ზირთად ეგ ხალხი უყურებს. იცი რა არის მე უკვე ბოლოს ერთ-ერთ წვეულებას გადავარქვათ, რომ მოვიდა ადამიანი წვერიანი და რომ ითხრა შენ რეპორტაჟებზე გავიზარდეო. მივხვდი რომ დრო გავიდა. აბა შემდეგი? ოქტოპუსზე თუ გიდევს რაიმე მოპარული კონტენტი. მოპარული აი რა უნდა იყოს? ანუ მე გადმოღებული კონტენტი მიდევს თქვა სიტყვაზე. ხო, მოპარული გადმოღებული რა. ხო, ეგ თუ გადაღება კი. კი, მიდევს. ალბათ ვინც დაწერა. მაგრამ მე ვიცი რატომაც მიდევს ეგ, მაგრამ შენ თქვი და მე გეტყვი რატომაც დევს. ჩემი აზრით. ჩემს მე გეტყვი, იმიტომ რომ არავინ არ გააკეთა. მაგალითად გაცოცხლებული. ხო. იმიტომ რომ არავინ არ გააკეთა. არა, რომც გაეკეთებინა, მე აბსოლუტური უფლება მაქვს, რომ მაინც გავაკეთო, თუ შეიძლება უკეთესად გავაკეთებ სიტყვა. კი, რა თქმა უნდა, კი. ანუ ეგ ის აქვს, რომ აი მაგალითად გაცოცხლებულის მსგავსი ფორმატი გააკეთეს.
საქართველოში გაკეთდა YouTube-ზე? კომედიის ბაზაზე იყო, რომელიღაც ხო ორნი იყვნენ, ხო გაიყვნენ და არ ვიცი ნახე აქ თუ არა. აი დაიდო სადმე იყო და YouTube-ზე დეევს ეხა შეგიძლია აკეთო და ხო, არ მინახავს. ცოცხალი შოუ ქვია. ცოცხალი შოუ გაკეთდა? ცოცხალი შოუ. მე რა მაინტერესებს, იცი? აი სიტყვაზე ხა ჩვენ რომ მოგვინდეს გაცოცხლებული შოუს გაკეთება, შეგვიძლია თუ არა რომ გავაკეთოთ. და მოხვალ თუ არა ჩვენთან სტუმრად. სტუმრად ალბათ არ მოვალ, იმიტომ რომ მე თვითონ ვაკეთებ ეგეთს. ხო და კონკურენციაში ხო. ზუსტად ეგეთს. აი რაღაც ცოტა განსხვავებული რო იყოს, კი, მოვალ. აი რატო გისვა ვიცი ეგ. სახელი შევთავაზ. აი ნახე, ანუ რაღაც ისინი არის, ხო? აი მაგასაც ვიღაცამ რო გააკეთა, ანუ მსგავსი არ უნდა გააკეთო. ზუსტად ერთ-ერთში არ უნდა იყოს რა ჩემი აზრით რა. არა, ეხა მასე ეხა საიდანაც აიღო რა ცოცხალი შოუდან ცოცხალი შოუ აღებულია იქიდან ამერიკიდან და ის ვინც საიდან არის აღებული. არა, მართლა რო დაგირეკოთ რომ კალავო ვაკეთებ და გასწრებულ შოუს. და შენ რო გადაარქვაო რა. ხო, სახელს უცვლით რა მართლა. ხო, და ზუსტად იგივე. ხო, შენ იმას გკითხავ რომ რა გაქვს შეცვლილიო, მაგას გამოგკითხავ და მე რეგვეტყვი პასუხს თუ მოხვალ. კი, არა, აუცილებლად გითხავთ. თუ იგივეა, მაგას მიცვაკეთ. რაღაცები რო გითხრათ, რომ აი რაღაცა გვაქვს დამატებული, თქვათ. იგივეა და ბოლოს ვღერით, მაგალითად. აი მაგ შემთხვევაში ახდები. რავი, ეხა ეგეთი ჩემი თვალის ასახობად თუ რაღაცას დაამატებ, მივხვდები რომ რაღაცას ხო, ანუ პირველ ეპიზოდისთვის. აი თქვა დაგიხვიეთ თვალები რა. აი სწორად გავიგე. ეპიზოდში გვინდა სტუმრად კალა, რომელიც აკეთებს გასაცხლებელ ჩვენ იწყებ პროექტს, რომელსაც მე ვაკეთებ. ხო. და რაღაცა მე უნდა დავბუსტო ეგ პროექტი ჩემ მოსულით. კი, ხო? ხო, აბა. ეგ რა პონტია ეგ. გატესტილი გაქვს. მე ვფიქრობ რომ გენიალური იდეა დაიბადა დღეს. არა, რაღაც პონჩი. თუ გია თქვენ გადაიხდები ჩვენ გვერდზე დავდებით. შენ ანუ თუ ეგრე ანუ ჩვენ ხომ მოვედით შენთან გასაცხლებულს. ხო, შენ ხომ ჩვენთან გასაცხლებულს. მე რო გავაკეთე სმარტულები რო დავარქვა, ეხა რაღაცა პოდკასტს ვიწყებ. ხო, მაგრამ ჩვენ არ ვართ ეხა ის ტიპები, აი, ტყუპები ყავს. ჩემნაირ რატომ გააკეთო. ტყუპები გინდა მან. ტყუპები არ ყავს არა. აი, ტყუპები და ის არის რთულია სმარტულები. ჩვენ მე მონტაჟებს ყავს ტყუპები, ბავშვები არიან ჯერ, ასე რომ ანუ 1-4 წელში ველოდ. ხო და მოკლედ ეგ არ არის არა, ცალსახა პასუხი არ მაქვს ხა მაგაზე, რომ გინდა თუ არა, არ მოვალ, გინდა თუ არა მოვალ, მაგრამ რაღაც ცოტა არეკორექტულობა არის ჩემი აზრით. აი, ერთ-ერთი ვიღაცის პროექტი აიღო და ჩვენი მხრიდან გააკეთო. ჩვენი მხრიდან იქნება. ამ კითხვას რატო გისვათ, იცი? ანუ შეიძლება ჩვენ არ გავაკეთოთ ეგ, მაგრამ ხო შეიძლება ვიღაცამ გააკეთოს. ხო. ანუ მე რომ მზად იყო, რომ მსგავსი რაღაც ხო და მაგას გეუბნები. გააკეთეს მე. გააკეთეს, თქვენ არ იცით უბრალოდ, არ მოვიდა თქვენამდე. და არ დაგპატიჟეს? არა, მაგრამ კომენტარებში უწერდნენ, რომ დაპატიჟეთ. ხო. მე გაკრიტიკებული მყავს ეგ ხალხი და რაღაც ღამის შოუების ისინი რომ აქვს ჩაწერილი. ვიცი კი, მე ხომ მიგიწვიეს ნოისთან ხო იყავა. ხო და ანუ კიდე ერთ-ერთმა განაყოფმა, მე არ დამიკლია კრიტიკა, არა ეს შერჩევითად არ გამიკრიტიკებია, რაც არ მომწონდა თქვი რა. არა, ყველა ეგრე უნდა ხო, რას არ მოსვლა. მაგსა ექსასტავ ვინც აკეთებდა, მაგათ დიდად არ ვეხატებოდი გულზე ეგრე მგონია რა, იმიტომ რომ ვინ? ფიქრეს რომ მე ანუ ვებრწვი მაგათ რა. ანუ ეს ცოცხალი ხო, რატომღაც ეგრე მგონია რომ ანუ ეგეთი დამოკიდებულება შეიძლება ქონდეთ რომ მე მაგათ ვებრწვი და არა, უბრალოდ რაღაცა რო არ მომწონს, თქვები და ვამბობ და თან სპონსორებზე მქონდა ჩაჭერა რა, რომ თქვათ YouTube-ზე ძალიან ბევრი კარგი YouTuber-ია, ძალიან მაგარ ციფრებს დებს და ტელევიზიაში აი რაღაც ვიღაც ნაცნობი როა ვიღაცა, მაგიტო ამდენი სპონსორი ყავთ მეთქი და არ მომეწონა ეგ რა, მართლა გულწრფელად არ მომეწონა რომ ვანოს სიტყვაზე ძალიან ბევრი სპონსორი ყავდა ჩაყრილი და შოუ ძალიან დაბალი ხარისხის იყო და YouTube-ზე ვიღაცები ძალიან მაღალ ხარისხს დებენ ჩემი აზრით და იმას სპონსორი არ ყავდა და თქვი რა, ანუ ჩემი მოსაზრება. შენი მოსაზრება. ვიღაცებმა რავი, მე ცოტა ისე მქონდა ცუდი საუბარი და ეხლა გამახსენდა და მე ვარ ნამყოფი მან. სად? მაგ გაცოცხლებულში. ანუ მე ორივე გაცოცხლებულში. კი, ორივე. ერთადერთი ადამიანი ანოსი ხარ, ესე გაგროვებ იმას და მესამე კიდე რომ გახსოვე. ორი იყო მესამეს ხსნის. ნახო შემდეგი რა არის აბა? და მაგაზეც ვიღადაოთ. მაგრამ მაინც მოვიყვანეთ კაი. იუმორინაზე გამოსვლამ რა გამოცდილება მოგცა? აი, ჩვენ subscriber-ს შეგიტყვით. მე ისე რა უპატიოსცემობა რომ არ წერია subscriber-ის სახელი და გვარი ან გამოვასწოროთ. თვითონ თავისი გადაწყვეტილება იყო. user 797 10 ლარი გადაიხადა რომ არ თქვათო. კარგი შენიშვნა არის შესაძლოა და შეგვიძლია მაგის გამოსწორება სადღაც 70-100 გადაცემისთვის. იუმორინაზე გამოსვლამ მომცა გამოცდილება რომ არაფრის ახარ მეშინია ფილარმონიის სცენაზე რაც გამოვედი და ამდენი 1000 მაყურებლის წინაშე წარვსდექი და
თან ვიხუმრე რაღაცა ისეთ თემებზე, რომელიც შეიძლება მათთვის არ იყო იმდენად ახლო. ხო. ანუ poker face-ები იყო რა ბევრი თავიდან ის დაჭირდა. ცოტა. ამიტომ შენ შედარებით ახალგაზრდული ხო, იმით ვინ ხარ, რა ხარ, რა გინდა რაღაცა, ანუ ის იყო რა, დინების წინააღმდეგ წასვლა იყო გარკვეულწილად, იმიტომ რომ ჯერ ესეთი იუმორისტული აღარ არის ეგ შოუ უკვე. ანუ არა, არის ვიღაცისთვის იუმორი, ვიღაცისთვის არ არა, შეიძლება არ არის. საერთოდ სხვა რაღაც გულისხმობ. მუსიკალური გახდა. არა, ხო, მუსიკალური ხო, კი, კი. ანუ ადრე შოუს უფრო აკეთებენ. ადრე იყო როგორც 80-20-ზე იყო შეფარდება რა, 80% იყო იუმორისტული და 20% იყო მუსიკალური. ის 20%-ით მუსიკალური იუმორისტული იყო. ხო. ახლა არის პირიქით. იუმორისტული ნომრები ცოტაა, მუსიკალური არის ბევრი და შესაბამისად აუდიტორია, რომელიც მე რა იუმორიც მაქვს. YouTube-ზე იმიტომ შეიძლება ეს წარმატებული იყოს, იმიტომ რომ აქ აუდიტორია ისეთი, რომელთვისაც მისაღებია ეგ იუმორი. ხო. კი, რა თქმა უნდა. ხო და ჩემი რა stand-up-ით ვერ გავიდოდი რაღაცა, რომ ისეთ რაღაცაზე მეხუმრა, რაც იქაურ აუდიტორიას მოეწონებოდა. მაგრამ მაინც რაღაცა პაროდიებით და ზედმეტობების გარეშე ისეთ კარგი გამოცდილება იყო ძალიან. მე ვფიქრობ, რომ კარგი გამოსვლა გქონდა. მე ნახე მაქვს და არ იყო ცუდი გამოსვლა. კომენტატორების მე მაშინ კომენტატორი იყავით არ მეც ნამდვილად. მე ვიღაცების კი სატელევიზიო სახეების და რაღაცა და ხო და მე ბევრი ის მინახავს მაგას სხვათა შორის შენ მიმართ რა იუმორნიაზეა გამოსული და რაღაცა. საერთოდ ხედავ მაგაში ვერანაირ იმას იმ პირიქით, ანუ ისეთი სცენა რომელზეც ლეგენდები მდგარან, ანუ მართლა ძალიან ბევრი მაგარი მსახიობი, წარმატებული ადამიანი და რა არის მან სასაცილო მართლა ვერ ხვდები რომ ადამიანი იქ არის გამოსული, არ მართლა ვერ ხვდები. სეგმენტი ყავთ თავისი. ხო, რა გინდა და მიდიავა და აჯობე, შენ მაგაზე მეტი მაყურებელი გიყურებდეს, ანუ რა გინდა თავის საქმეს აკეთებს რა. მაგრამ ნახე ის არის რა, ანუ რადგან ასოცირდება ეგ იუმორი უკვე ვადაგასულ და თქვა ჩამორჩენილი იუმორთან და შენ როდესაც რაღაცა აქ პრეტენზია გაქვს რომ ამ community-ში რომელიც უკვე სხვა იუმორს არის მიჩვეული აქ იყო იქ თითქოს ამოვარდნილი ხარ ანუ შენ ხარ ამოვარდნილი იუმორნა კი არაფერ შუაში არ ეს ხალხი არა არა გავიგე მაგრამ მე ზოგადად არ ხდება საქართველოს არ ხდება რა ანუ აი აქაური აუდიტორიას არ უყურებს ან თუ უყურებს როგორც ცოტა ტრეშს რა ისეთი იუმორს რაზეც ხო და პირიქით გეტყვი მე მაგალითად იუმორინას მაყურებელი პირიქით უყურებს რა შენ იმას რა პირობიდან ხო ხდები რა ხო ნახე პრეტენზია არა ხო და მეც ეგრე უყურებ ანუ ყველას აქვს თავისი იუმორის შეფასება რა ვისაც როგორ მოწონს ისეც უნდა უყუროს მაგაში ვერ ხედავ და მაგიტო არ მომწონს რომ ის რატომ მოგწონს რაც მინდა ის მომეწონება ანუ არა იუმორისტულ სიტუაციებში თუ შეგიძლია რომ მაინც დაიჭირო. იუმორი ხო ეგაა რომ რაღაც დაიჭირა წინა პლანზე წამოწიოდა. პანაშვიდებზე და იმებზე იმიტომ ეცინება ხო სასცილო კი არ არის. პირიქით. კონტექსტია საერთოდ სხვა და იქ არ უნდა გაგეცნოს. რო უყურებ შორიდან რამდენჯერ გინახავს რომ სიტუაციას აკვირდები. ხო. აი 5 კაცი ხართ და რაღაც სიტუაცია ხდება და ერთ-ერთმა თქვენგანმა ისეთი რაღაც დაიჭირა რომ ამ სიტუაციას სასაცილო თვალით შეგახედეთ. კი, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრია და ამიტომ რაღაცა კუთხით რაღაცას თუ არ გეცინება, გარკვეულწილად შენი ბრალიც არის. რო არ გეცინება. შენი აზრით როგორი იუმორი გვაქვს? თქვენ კარგი იუმორი გაქვთ, თქვენი გუნდი ძალიან უმწონდა იმაში. მithkoms კიდევაც. კი. როცა თამაშობდით. ანუ გეცინება ხო? მაგიტომაც მოგიწვიეთ რომ ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა. მაგრამ ასეთი თუ გამოვიდოდა. ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა რავი და გაასწორა. კარგიც გამოვიდა. კი, კარგი გამოვიდა, კარგად გავერთეთ მახსოვს მაშინ ბევრი ვიცინეთ. გადავიდეთ ჩემში მე მგონი ძალიან გაგვეწევა ეს კითხვა. არა, კარგად საუბრობ, მე მომწონს. ხო, ის იყო. ეს უნდა განიხილებოდეს ნაჯახი კითხვები ზოგადად, რომ ორშაბათობის იდეის ავტორია. ორშაბათობის იდეის ავტორი არის ტატო და კალა. ერთად. ერთდროულად ესე ორშაბათობა ესე თქვით თუ როგორ იყო? ან მაგალითად გაცოცხლებული იდეის ავტორი ვარ მე რა, მაგალითად რომ მიდაიხარ რომ თვითონ ორშაბათობა. ანუ ნახე ესე ხო წამოიყურეთ, ვისი იდეიდან წამოვიდა ეგ მაინტერესებს. საერთოდ ხალხს საინტერესებს, აი ყველა საინტერესებს. ორშაბათობის იდეა წამოვიდა სახელი ისე ტატოს დარქმეული უფრო, იმიტომ რომ ორშაბათის ლაივი ერქვა და ორშაბათობა უფრო ტატო ეძახდა ხოლმე, რომ ორშაბათობა როდის გვაქვს. და მე რაღაცა შაბათობის ამბავში ორშაბათობა როდის გვაქვს, ხო? უფრო ტატოს ის არის, სახელის მიმართულებით უფრო ტატოა. სილკში ერთ-ერთი სეზონი იწყებოდა და მივხვდით, რომ ეს კომპანია არაფერს არ აპირებს, რომ ან დიჯიტალური კუთხით, ან რაღაცა ეგეთი ჩემპიონთა ლიგის ლაივები იყო ხოლმე მის თამაშებამდე. თამაშების მერე არ იყო, იმიტომ რომ მე ეგეც მოხსნეს, ანუ არ ვიცი რატომ მოხსნეს, ანუ რაღაც ხო, გასაგები. არ მიაჩნდათ, რომ ამას ხალხი უყურებს. ჩვენ მიგვაშთო რომ მაგას ხალხი უყურებს და მახსოვს, რომ ვიდექით, ბევრჯერ გვილაპარაკე, რაღაც გადაცემა გავაკეთოთ, ორივეს მქონდა, მე მქონდა პოდკასტი თან მაგ დროს ნიასთან ერთად. რაღაც გადაცემა გავაკეთოთ, რაღაცა და აი რაღაცა იმედგაცრუებულები რომ ვიყავით, რომ ეს სეზონი დაიწყო და ისევ იგივე ხდება. ხო, მოდი
ხო არ გავაკეთოთ მართლა ის ქუჩაში რომ გამოვიდით თქვით რომ გავაკეთოთ და მე ხა უფრო YouTube-ის მიმართულებით უფრო ვიყავი და პოტენციალს აქ ხედავდი ჩემი დაწყებული არის Silk-ში Facebook Live-ები ანუ მე ვთავდი ხოლმე მე შეშებოდი რა ქვია live ფუნქცია რომ დაემატა ხო მაგედან მოყოლებული შენაკეთებდი მაგას მაგედან ჩავთავდი ხოლმე ჩემ იმაზე Octopus-ის Facebook ვერზე და მე ვაკეთებდი ხოლმე live-ებს რა იქამდე გაკეთებული მაქვს YouTube-ზე რამდენიმე სტრიმით საფეხბურთო ეგრე მაყურებელი მირეკავდა Discord-ში და იქიდან და ანუ ეს ყველაფერი რაღაც გამოცდილება ის რომ მაყურებლებს მოწონთ ჩართულობა ძალიან დიდი მაფიქრებინა ის რომ გამოვა რა და ტატოც თანახმა რა ანუ ტატოს მომენტიც ეგ ქონდა რომ რაღაცა გავაკეთოთ რა რადგან მე YouTube არხი მქონდა და რაღაც ეგეთი კოლაბორაცია გამოვიდა რომ ორივემ ამ სიდუხჭირე მიგვიყვანა იქამდე რომ რაღაც გადაცემა გავაკეთოთ რომელიც წარმატებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოდკასტი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მართლა კი ეგ არის ან წაიკითხება აი სერიოზული რა ვარდის ფერზე ვინ დაწერა თუ იმენა YouTube-იდან თუ წაგიშლია რამე ვიდეო კი რატო ნახე ეს მომზადებული იყოს ხოთაშორის მაგალითად ჩემი YouTube-დან პერსონალური YouTube-დან წამიშლია ჩემი პაროდიები რომელიც 2011 წელს დავდე იმიტომ რომ ვიღაცამ არ ვიტყვი ხა მაგ სიტყვას თქვენთან ნაკლებად არის ისა რა ქვია თან თქვენი არხის გამოწერაც არ მინდა რომ უთხრა მაყურებელს და არა გამოიწერეთ მართლა არხი რომელი მიხვდება ხალხი რომელი დაკვირვებული და რომელი არხი გამოიწერეთ კითხვა რა იყო წამიშლია ჩემი ვიდეოები იმიტომ რომ რაღაც მომენტში ვიღაცამ დაწერა ცუდი კომენტარი და ცუდი კომენტარები იქამდე დაწერელა მაგრამ ხასიათს გააჩნია რა რაღაც ცუდ ხასიათზე ვიყავი და მეთქი ისაც კომენტატორი ვარ უკვე ამ კომენტატორის პაროდიები რომ მიდევს რაღაცა და მეთქი ახლა წავშილი თქო და წავშალე რომელიც ანუ იყო 2011 წელს დადებული პაროდიები რომელიც ძალიან პოპულარული გახდა რა ანუ მაგით გავიჩიტე თავი ეგ ვიდეო მაგის გამო არ მიგიწვიეს ტელევიზიაშიც მაგ პაროდიებს ხო მაგის გამო იყო ეგეც კარგი ექსპერიენსი იყო სხვათა შორის იმიტომ რომ არანაირი მონახაზი არ მქონია ხო არანაირი ტექსტი და უნდა შევსულიყო და FIFA უნდა წამეყვანა 19 წლის ვიყავი და FIFA უნდა წამეყვანა უნდა ეთამაშათ თავიდან როგორ მითხრა ჯანელამ დამირეკა რა და PlayStation-ზე ითამაშებენო ტატიშვილი არა ეს არის ცნობილაძე და ესო რა ქვია მინაშვილი და შენ და ოთარა წაიყვან თუ და მან ხან უფრო კომფორტულად ვიგზენი თავი იმიტომ რომ მე დორნი ვიქნებით და ხა უცებ უნდა შევიდეს რაღაც და ახახა უნდა ვიღადაო ანუ ძალიან რთულია კი ლაივი მე მითხრეს რომ არაო ესე ვქნათო რომ თავიდან სანდრო წაიყვანსო და მე რა ვიტყვით რომ გამოვცვალე შენ სანდროს ხმით წაიყვანო აა მეთქი ჩემი ხო და რომ მივედი მოსქენი რა ქვია გამოვედი და სანდროს ხმით წავიდყა და ანუ რაღაცა გამოვიდა რა ანუ საბოლოო ჯამში დატოვეს არა მოუწიათ და მაგის ყველაფერი ვიყავი ვიდეოს წაშლა რაც შეიძლება ეგ წამიშლია ოქტოპუსიდანაც აი რაღაცა რო აწაიღო თუ თვითონ აი წაუშლია გადავიღეთ ბარების ვიდეო ბარებში დავდიოდით რა ერთი მეორე მესამე მეოთხე და რატის ბარში შევიყავით ცოტნეს იმდენი ურტყეს იმ რაღაცა თავში და ცოტა ის მიჩნია YouTube-მა სახში მართლა და თვითონ რატის რატო არ უბლოკავს მაშინ იქსო ურტყავს ხოლმე ცოტნეს რამდენიც ურტყეს აი იმდენი არ ურტყეთ არავისთვის არ ურტყე გასაგები ხო და მაგითო ისე რაღაცა რო წაგვეშალოს ხო წავშალეთ ერთი ვიდეო წავშალეთ კიდე ეგრე და გაინტერესებთ ამამინდი ბაზალეთი ისე მშვიდია არის ესეც სიმღერა ვიცი ვიცი ბაზალეთი მე და ლუკამ ხო მე და ლუკამ ჩავწერეთ რეაქტი მაგ სიმღერის და ნანახი მაქვს ხო ნანახი მოვასწარ და დაამათ ვიღების სიმღერის იმის ხოლმა და ვიღაცემა Facebook-ზე რომ აბათქე უნამოსოებო და რაღაც და აი მეთქი ხო ტეხავდა ეხლა რომ არ წაგეშალა არ შეიძლება ხა კაი მაგრამ სიმღერა ვიცი კი ბაზალეთი ისე შვიდია კი ნუ კაი როგორ მოგეწონა ნაჯახი კითხები ხო ეგეთი რაღაცები აინტერესებს ხალხს რა ჩვენც მაგიტავსვათ ხოლმე ჩვენ რა ჩვენი გამომწერები subscriber-ები არა დანის პირზე გავლა იყო რა თქვენი მხრიდან რომ კითხებს ვაწერდით ხო ხო მაგრამ იმას გავიგებ შეპოს პოპულარულ მოგიტანა ვისია ხო არ ვიცი ჩვენ სამიდან რომელი იყო რომ subscriber მოკლედ გავედით ბოლოსკენ გავდივართ კი და ეხლა გვაქვს ერთი რუბრიკა და ამის შემდეგ უკვე საჩუქრების კი ბატონო ბოლოს ჩვენ სტუმარს ყოველთვის ვეუბნებით ხოლმე რომ შენ გაქვს ერთი წუთი და შეგიძლია ისაუბრო ნებისმიერ თემაზე ამ ერთ წუთს გამოიყენებ იმაში, რომ მოგეტყვით რომ გამოიწერეთ სმარტულები, ამათ გონიათ ახლა რომ მაგას არ ვიტყოდი. აინც თქო. მისწორდება ის ადამიანებთან ლაპარაკი პოდკასტში, რომელთანაც რაღაც ერთ page-ზე ვართ, ასე ვთქვათ. შეხედულებების მხრივ იქნება რაღაცა შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ არ დავხოცოთ ერთმანეთს სიტყვაზე და ხო, აი უმორისტულად იქნება ეს თუ რაღაც შეფუთული. ერთმანეთის რო გვესმის, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანმა
ეგ შეძლო რომ რაღაცა ენები კი სხვადასხვა გვაქვს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ერთ ენაზეც ხშირად ძალიან ბევრი დაპირისპირებაა ხოლმე და მიხარია რომ თქვენთან ეგ თემა არ არის რა, ანუ რაღაც თემ შეიძლება იყოს არ ეთახმებოდ, მაგრამ არ გავწდენილ ვართ რაღაც ჩარჩოებს და რაღაცა ძდილობის პარაგლებში და გონიერების პარაგლებში ვილაპარაკე და გამისწორდა მე, იმიტომ რომ კაი ბიჭები ხართ პირველ რიგში და მიხარია კარგი ხალხის ყოფნა YouTube-ზე. დიდი მადლობა. მადლობა. ჩვენს ეგრევს დავამატებ რა. მიდი აბა კი ბატონო. მოიცა რამდენი თვი? 20. მეგობრებო, ბევრმა სტომად აღარ დამიძახოთ რა. აი მართლა. აი ვიღლები და უარს ვერ გეუბნებით თან ვიღაცებს, რომ აი რა, აქ ხა ძალიან გამისწორდა მართლა მაგით არ ვამბობ, მაგრამ ისე რა, ანუ მგონია რომ რაღაცები იმდენი ვილაპარაკე, თან ხა ისეთ ნაჯახი შეკითხვები იყო, რომ რაღა უნდა მკითხონ. აი რაღაც მგონია რომ ყველაფერზე რაღაც ჩემი აზრით ჯერჯერობით დაფიქსირებული მაქვს და მე რო აი ხა მე რო ოქტოპუსი გავხსნა YouTube-ი რო დავიწყე სტუმარი როდის მოვიწვია ანუ პირველი სტუმარი მეყოლება წლების მერე ალბათ მოწვეული რა იმიტომ რომ რაღაცა ჩემი თუ აკეთებ და ყველა საკითხით წარმოდგენა რომ აუცილებლად სტუმრებზე უნდა იყოს აგებული რაღაც რა და არ არის ბოლომდე ეგრე რა მე დატომაც ორ შაბათობა რო დავიწყეთ მარტო ვაკეთებდით გარკვეულწილად და მე ხო დავამატეთ სტუმრები ხო სტუმარზე ორიენტირებული გადაცემები დიდი ხანი ვერ ხაჩავენ ხო საბოლოო ჯამში თქვენ უნდა იყოთ ყურებადი ხო რაღაც მომენტში თქვენ ხა ეგეთი 3+1 ფორმატი გაქვთ აქ სტომარი იმხელა იმას არ იკავებს თქვა და თქვენაც შეგიძლიათ რომ შეავსოთ ცოტა დავიღალე მეებით რა ქვია გადაცემებში სიარულებით მოსაჭრელია ეს ბოლოთი ძამ გასაგებია 23-იც არ იყო წუთი მეგობრებო მოკლედ დღეს ჩვენი სტუმარი იყო გიორგი კალატოზი დორჰაუსისგან გვექნება რა თქმა უნდა 20%-იანი ვასდაკლების ვაუჩერი კარი არ მაქანო როგორ კარი არ თუ სადმე აპირებ გაკეთებას რაიმე სახლში დაგჭირდეს ან რა ვიცი დაფიქრდი დორჰაუსი მუდამ შენს გვერდით იქნება რა დორჰაუსი გვერდში დაგიდგება ძალიან სასიამოვნო ესეთი ფასდაკლებით რაც შეეხება შენ სტუმრობას მე ესე ვიტყოდი 10 10 სისტემი ეს არის რა ქვია მე ესე ვიტყოდი არ ვაფასებ ხოლმე არა არ არის ეხლა რა ქვია ყველა სტუმარი ინდივიდუალურია ის ნამდვილად საიბრებმა შეაფასოთ ეგ არის მადლობა კალა მადლობა ძალიან დიდი წარმოდგენილი კარგი იყო გამისწორდა მართლა გავერთი გაიხარე ჩვენი მიზანიც ეგ მადლობა მადლობა